მოგესალმებით. წარმოგიდგენთ თოფურიას გეომეტრიიდან ტოფერ და სამკუთხედის შესახებ ერთ-ერთი ამოცანის განხილვას. ესე იგი, ტოფერ და სამკუთხედის პერიმეტრი 7.5 მეტრის ტოლია, ხოლო ფერდი 2 მეტრის იპოვეთ ფუძე, მართლა უმარტივესია. უბრალოდ უნდა გავიხსენოთ ტოლფერ და სამკუთხედი რომელია, ანუ ფერდები რომ ტოლი აქვს, ხო? ესე იგი, ორი გვერდი უნდა გქონდეს ტოლი. მოდი მაინც დავხაზოთ. აქ პირდაპირ მზამზარეული ხო ტოლგვერდას რომ გავს ეგეთი არის და ჩვენ შეგვიძლია ესე გავწელოთ. და ეს ფერდები არის ტოლი, ხო? ფერდები. პერიმეტრი თუ არის 7.5 და ფერდი არის 2 ტოლი, ანუ ცოტათი სხვანაირი ნახაზი ყოფილა. ერთი წუთით სხვანაირად უნდა გამიკეთებია. აი ასე რიცხვებს თუნდა დავაკვირდებით, მიხვდებით რომ ფუძე არის უფრო მეტი ფერდზე. ამიტომ ცოტათი ესეთი ნახაზი იქნება და გავადიდოთ ზომაში. თავარია ტოლგვერდას არ გავს. ძალიან დიდადაც არ გავს ხო, ну, ნახოთ ახლა რამდენი არის ფუძე და დავწმუნდებით. ესე იგი, თუ ფერდი არის 2 მეტრი, მეორე ფერდიც ხომ 2 მეტრი იქნება. ესე იგი 2 მეტრს დამატებული 2 მეტრი და დამატებული ფუძე, რომელიც შეგვიძლია x-ით ნიშნავთ, მთლიანობაში უნდა გამოვიდეს 7.5 მეტრი. ანუ 4 პლუს x არის 7.5 და x-ი გამოდის სხვაობა, ანუ 7.5-ს გამოკლებული 4, რაც არის, რა თქმა უნდა, 3.5. ანუ ფუძე ყოფილა უფრო დიდი ფერდზე, ხო? ანუ ეს ქვედა მხარე არის 3.5, ფერდები არის 2 და 2. სულ ეს არის ძალიან მარტივი ამოცანა იყო. რა ვიცი, თუ რამე კითხვები გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის.